აბა გამოიცანით ვინ მაჩუკა ეს მაისური. ჩემმა ერთ-ერთმა ყველაზე საყვარელმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიბერიმ. ეს მოხდა 2013 წელს. 2013 წლის სექტემბერში მე მგონი თუ სწორად მახსოვს, პატარა ვიყავი მაშინ. მეზარება ეხლა დაგუგლა რამდენის გამოვდივარ. ეს იყო ჩემი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰაილაითი და ჩემი ოცნების ახდენა, რასაც ქვია. დღემდე მახსოვს, როგორ ველოდებოდი რიბერის სასტუმროში მთელი დღე პლაკატით ხელში, რომელზეც ფრანგულად დავაწერე, ოღონდ არ დაიქრინჯოთ. გაითვალისწინეთ, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი, სულ რაღაც 18 წლის და მეწერა რიბერი შენ ხარ ფეხბურთის და ჩემი გულის მეფე. დონალდო ლუის ნაზარიო შენ ფეხბურთელი ხარ. ოღონდ ეს кейსი არ გეგონოთ სტერეოტიპულად როგორც არის მიჩნეული, რომ მარტო მესის და რონალდუს რო აღიარებენ და ისიც კლუბები რო გონიათ ზოგჯერ, ეგ უკვე ძალიან სტერეოტიპია და ძალიან გაზვიადება, მაგრამ ხო არსებობს ეგეთი кейსები. შენ უყვარ ხარ მთელ მსოფლიოს, შენ პელეს უყვარ ხარ. ხო და მოკლედ ეგ ბედნიერება მქონდა, რომ ყოფილიყავი რიბერის ფანი. და კიდევ უფრო დიდი ბედნიერება, რომ პირადად ლაივში მენახა და როდესაც დამინახა ამ წარწერით თავიდან ლიფტიდან რო გამოვიდა ძალიან დაძაბული სერიოზული და როგორც ხვდებით ცივი სახით მოდიოდა და მე მანდ ჩავთვალე რომ მეთქი მორჩა დამაიგნორებს და ტყუილად ვიწვალე, თან ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ საბედნიეროდ დაინახა, წაიკითხა, გაეღიმა, მოვიდა ახლოს და გადავიღეთ ლეგენდარული სურათი, რომელიც რა თქმა უნდა დღემდე მაქვს და Facebook-საც მე თუ ძალიან დიდი ხანი პროფილზე. ხო, კიდე ავტოგრაფიც გადმომცა, რომელიც მე მგონი დავკარგე, აღარ მახსოვს უკვე სად წავიღე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვინახავდი და მე მგონი ძველ ბინაში დარჩა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ამ ამბავში, ეს მაისური, რითიც დავიწყე ეს ინტრო. რო გამოვედი სასტუმროდან, გავიგე რომ დამიძახეს. როცა, ჯერ ხო ამ ამბით უბედნიერესი ვიყავი, რომ რიბერი ვნახე, ფოტო გადავიღე, ჩავეხუტე, არ ვუშვებდი, ტიროდი. მაგრამ კიდე უფრო შოკი, ყველაზე დიდი შოკი ალბათ იყო ის, რომ გამოვედი სასტუმროდან, დამიძახეს. მეთქი რა, ვინ? მივბრუნდი და გული მიცემდა უკვე ძალიან. რაღაცას ვგრძნობდი, რომ რაღაც მოხდებოდა და თურმე რიბერი ასულა თავის პირად ნომერში და იქედან ჩამოუტანია ეს სავარჯიშო ფორმა საფრანგეთის ნაკრების და გადმომცა მე პერსონალურად, იმდენად დამაფასა როგორც მისი ფანი, ისეთი ემოციებით ვიყავი, რომ თვითონაც ძალიან გაუსწორდა და ეს ჟესტი მისი მხრიდან, ეს რესპექტი არ დამავიწყდება არასდროს, თან მით უმეტეს ბავშვი წარმოიდგინათ, რომელსაც ოცნება აუხდა და თან იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე წარმოედგინა. ეს ისტორია იმას მოვაყოლე, რომ მეც ხო ვიყავი ბავშვი, მეც ხო მქონდა ოცნება, მეც ხო მყავდა საყვარელი ფეხბურთელი და წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი ქართველი ბავშვები ძალიან ამაყობენ იმ ფაქტით, რომ მათი საყვარელი ფეხბურთელი სწორედ ვარაცხელია და ის ქართველია და ყველა ადამიანისთვის, ყველა ქართველისთვის ძალიან საამაყოა. ალბათ მაშინ ადრე რომ გეთქვათ ჩემთვის რომ ასეთი რამე შესაძლებელი იყო, ვერ დავიჯერებდი. ხვიჩა კვარაცხელიას ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. ეს არის სიგიჟე დაუჯერებელი და ყველა ქართველისთვის ძალიან ემოციური. სწორედ ამ ლეგენდარულ ისტორიულ მოვლენაზე დაწერეს ტრეკი ტაჰამ და ბანიმ სეტანტასთან კოლაბორაციით. ალბათ გახსოვთ სეტანტას და ფლოუ-ფლოუს წინა კოლაბორაცია მერაბ დვალიშვილზე. და ისიც გახსოვთ, რომ მოიგო მერაბ დვალიშვილმა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან წარმატებული და წარმატების მომტანი აღმოჩნდა სწორედ ეგ ტრეკი. შესაბამისად, ახლაც იმედი მაქვს და პრინციპში დარწმუნებული ვარ და მეჯერა, რომ ეს ახალი კოლაბორაციაც აღმოჩნდება ასეთივე წარმატების მომტანი. ტრეკს ქვია Ici c'est Paris, Starboy. ძალიან მაგარი სახელია, მომეწონა იდეაც. Ici c'est Paris, PSG-ს სლოგანად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ძალიან ხშირად გაგიგიათ ალბათ ეს გამოთქმა, რაც ნიშნავს ეს არის პარიზი. და სხვა შორის რაღაცა ქართულს გავს ეს სიტყვათა თამაში, ეს არის და Ici c'est. ისე გავს. Okay. Wow, ასევე საინტერესო პინოს და აისის კოლაბორაცია. პროდიუსერების, ბიტმეიკერების. თვალისწინეთ, ალბათ გიკვირთ, ვაუ, რა სწრაფი რეაქცია, ხო, ზუსტად მაგიტომ, რომ ველოდებოდი კლიპის დადებას და ეგრევე რამდენიმე საათში ჩავუსაფრდი და ახლა პირველადი რეაქცია, იმედია
არაფერი გამომრჩება. ვნახოთ, ძალიან მაინტერესებდა ეს კლიპი, როგორც კლიპიც და როგორც ტრეკი და როგორც კოლაბორაცია. ბოდიში ბანი ერთი წუთით აუცილებლად უნდა აღნიშნო ინტრო კი არის რამდენიმე წამიანი, მაგრამ უბრალოდ ბითი უკვე ძალიან მაგარია და ძალიან მიყვარს მსგავსი ბითები, მსგავსი იმის გამოყენება სემპლების, ჩანთები მე მგონი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტილია ბითებში და სხვათა შორის win ტრეკი რომ აქვს ყოველთვის წინ. არ ვიტოვებ უკან მოსახედად საქმეს. დაახლოებით მსგავსი სემპლია, ნუ რა თქმა უნდა ერთ-ერთი არა, უბრალოდ აი ჟღერადობა რა თვითონ და ძალიან მიყვარს ესეთი ბითები, ასე რომ ძალიან მომეწონა და უხდება აბსოლუტურად საფეხბურთო თემატიკას და ძალიან ემოციური რაღაცის გაკეთება შეიძლება აქედან. ანუ უკვე თვითონ ბითი უკვე გაძლევს მაგის გასახანს, რომ ძალიან მაგარი ტრეკის პოტენციალი იყოს და პრინციპში იქნება ისედაც, იმიტომ რომ ნამდვილად go-to-ი კოლაბორაცია ყველანაირი გაგებით და ალბათ ეს არის PvP Flows მაყურებლების ოცნება, რომ ნახონ ბანის და ტაჰას ბეთლი და ალბათ მოვაიგდროც. აუ რა მაგარი კადრია ეს. მე რო თოზალა დავატანო და ისევ გავიჭრა წინ. ასე ვარ დაპროგრამებული win. ასე ვარ დაპროგრამებული win. საღო fuck everything else win. Stop chasing a bitch. Win. ეს არის ჩემი სხვათა შორის ერთ-ერთი საყვარელი ტრეკი win. J-Rock's Win ამავე სახელწოდებით და მაქედან აქვს ბანის რეფერენსი. ორიგინალ ტრეკში არის ეგრე, მის სიმღერაში win და ასევე ზუსტად ეგ ტრეკი შეიცავს მსგავს სემპლს. აი წეღარ რო საუბრობდი ეგეთ ბითებზე, მსგავსი ჟღერადობის ბითია იქაც და ალბათ ამიტომ გავლო ეს პარალელი და ასოციაცია. მეც მსგავს ბითებზე ხშირად მახსენდება ხოლმე ეგ ტრეკი, ასე რომ ძალიან გამისწორდა რომ ეგ გააძრო ეგრევე ბანი. მე რო თოზალა დავატანო და ისევ გავიჭრა წინ. ასე ვარ დაპროგრამებული win. ერთიდან ორი ქვეყანა რო ავიღე ყოველთვის პირველი ცით, პირველი რომელიც ცით და პირველი სეზონით. მე ჯერ მაწყობს, მე რო ვაწყობ და ბოლოს ვამთავრებ ტრიუმფით. თქვი ეს არის ის ისე ბაღის, მე ვარ აქ ტრიუმფალური და თაღი, თვითონ ვარ ტრიუმფი. ეს ძალიან კაი wordplay იყო, ტრიუმფი სიტყვა და ტრიუმფალური თაღი. საღოლბანი ტრიუმფალური თაღი არის რემარკის რომანი. და ასევე ნუ ხო რაზეც არის რომანი და ნუ ამ თემატიკაზე მეორე მსოფლიო ომამდე ჩამოსულ არალეგალებზე პარიზში და ტრიუმფალური თაღი თვითონ ძალიან ცნობილი ქანდაკება არის პარიზში, ამიტომ ძალიან კარგი კავშირი არის ქალაქთან და ასევე წიგნთან. Damn. ხო ესეც ძალიან მომწონა, თქვი ეს ისე არის, ის ისე პარი. აუ ძალიან მაგარი, აი წეღარ რო თქვი რა რაღაც ქართულად ჩაწყობილ სიტყვებს მაგონებს თქო, კანურად გამოუნახა მაგას. თვითონ ლამაზად რო ჟღერდეს სიტყვებით თამაში, ანუ წყობით, სიტყვების წყობით. ეს ისე არის, ის ისე პარი. ტრიუმფალური და თაღი, თვითონ ვარ ტრიუმფი ფინალში ჩავდე. ვიგერი ფანზია და გვერდზე გადი და ვიზრუნებ დილიდან მივიტან საფონდე თასებს დღეს უკოლა ჯიბიდან ვაცლი და მგონი დღეს ჯიბეში მეტი მაგ მე მინდა მე მიმაქ საქციეს ჩემი ფინალია ზედან. ეს მე მგონი იმის რეფერენსი იყო, ანუ თან ფლოუს გავს მაგას მე მიმაქ ეგ არის მე მიმაქ კარა მე მიმაქ ვერხე დავთუ ნამდვილები ბევრი ყავს. ვარ ტრიუმფი ფინალში ჩავდე. ვიგერი ფანზია და გვერდზე გადი და ვიზრუნებ დილიდან მივიტან საფონდე თასებს დღეს უკოლა ჯიბიდან ვაცლი და მგონი დღეს ჯიბეში მეტი მაგ მე მინდა მე მიმაქ საქციეს ჩემი ფინალია ზედან და სეტე თუ უბრალოდ სეტე შეგორდა ბურთი შენ უბრალოდ მენდე აბრაკ სეტანტა სეტე თუ უბრალოდ სეტე. მოკლედ იტალიურ ენაში 77 არის სეტანტა სეტე და უბრალოდ 7 არის სეტე. და გეცოდინებათ ალბათ ის ცნობილი კომენტატორის შეძახილი კვარაზე. და თან, ანუ ორივე ენაზე გამოვიდა, თან სიმბოლურია, იმიტომ რომ კვარა მანამდე ნაპოლიში იყო და იტალიურ ენაზე თქვა სეტანტა სეტე, ან უბრალოდ სეტე. ანუ 77 თუ
უბრალოდ 7-იო, ანუ მანამდე ხო 77 ნომერი იყო, ეხლა არის 7 და თან ეხლა დამარტყა სეტანტასთან კოლაბორაცია ხო არის თვითონ სეტანტაც დაამატა მაგ wordplay-ში უკვე მესამე მნიშვნელობით. Damn, სეტანტა, სეტე თუ უბრალოდ სეტე. საღოლ. Beshi meti mak me minda me max cies chemi finalia setanta sete tu ubralot sete შეგორდა ბურთი შენ ანდრო ხელაძე ძალიან კარგი ბიჭია ყველა იცნობთ წესით და გამისწორდა რომ დავინახე ამ კოლაბორაციაში ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო მოკითხვა აქედან ანდროს მე მინდა მე max cies chemi finalia setanta sete tu ubralot sete შეგორდა ბურთი შენ უბრალოდ მენდე აბრაკადაბრა და უყოლოდ გავხრი აბასა შეუხო თვალი მადელნე მინდა უშვები 7 ბალიანი ძვები სულ ახალი სკილები როგორც კი დავიძრები ისიზე ოკეი Netflix-აც ყავს აქ კიდე ნიკოლოზი არის მე მგონი ის ასევე Baby Slam-დან უნდა იცოდეთ. კარგი, ანუ გაასწორა რომ სხვადასხვა სახეც არის ამ კლიპში და თვითონ ნუ კლიპზე მე ცალკე ვიტყვი, ძალიან მაღალი დონის არა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კარგი ჩანაფიქრია თან მესხის სტადიონზე არის გადაღებული ღამით და ძალიან მაგარი კონტრასტია, მოკლედ ძალიან საინტერესო სანახავია თვითონ კლიპიც იმის მიუხედავად რომ მინიმალისტურად და სწრაფად არის გაკეთებული თანაფიქრი და სიმბოლიზმი ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს ფერებიც ძალიან კაია და ნუ გადაღებაზე და კუთხეებზე აღარ ვსაუბრობ და ის პირველი კადრი შორი კადრი რაღაც ძალიან კინემატოგრაფიული იყო ძალიან კარგია მინდა უშვები 7 ბალიანი ძვები სულ ახალი სკილები როგორც კი დავიძრები ისიზე პარი ჩემპიონი ვინარი თასისკენ დავიძარი და ვიღებ ყველა კარი ისიზე პარი ჩემპიონი ვინარი თასისკენ დავიძარი და ვიღებ ყველა კარი ისიზე პარი ისიზე ყვაღა სამოთხეთე და მიწაზე ხუჭა ისიზე პარი ჩემპიონთა ფინალი ჩვენ აქ ვართ ჩვენ მზად ვართ დანტობა არავითარი რა შემოვარდნა იყო აი ყველაზე მეტად მიყვარს როდესაც კოლაბორაციებია ანუ ფითებია სხვადასხვა არტისტის და ვთქვათ ერთი არტისტი ასრულებს კონკრეტული ფლოუთი ან კონკრეტული ფრაზით რომელსაც მე იდენტურად იყენებს მეორე არტისტი რომელიც არის კოლაბორაციაში და რომელიც ხსნის და შემოდის მეორე ვერსზე და აი ეგ ძალიან მისწორდება რომ აი რითიც დაამთავრა ერთმა იმით რომ მეორე იწყებს ოღონდ სხვანაირ ფლოუში სხვანაირ ტონალობაში სხვანაირ ვაიბში მაგრამ იგივე რაღაცით რა და ტაჰამეს რო გააკეთა ძალიან გაასწორა ჩვენ აქ ვართ ჩვენ მზად ვართ ეს რეფერენსი იყო ტაჰას ტრეკის ნაკრებისადმი მიძღვნილი ტრეკის ჩვენ აქ ვართ ჩვენო ძალა ერთად გავართ ჩვენ აქ ვართ სხვათა შორის მინდა შეგახსენოთ კი არა და გითხრათ ძალიან მაგარი რაღაც ჩემს გამომწერებს მგონია რომ გაგიხარდებათ ჩემპიონთა ლიგის თამაშის ყურება შეგიძლიათ სეტანტაზე 30%-იანი ფასდაკლებით თუ ჩაწერთ პრომოკოდში GO30 ამიტომ ისიამოვნეთ სეტანტაზე უყურეთ 30%-იანი ფასდაკლებით გამიხარდება თუ ისარგებლებთ და ეხლა გავაგრძელოთ ისისე ყვაღა სამოთხეთე და მიწაზე ხუჭა ისისე პარის ჩემპიონთა ფინალი ჩვენ აქ ვართ ჩვენ მზად ვართ დანტობა არავითარი მოიდავია კარი კექი შვიდია ჩადოქარი ჩიჯი მხედარი ისის ღამით როგორც სნაიპერი ის თვალი ყველა ნასროლი მოვარტყია თიანში ახლა ლოკაცია ბრძოლის ალიაზე ყველა სკილი დაბამწვი გალიაში ეს რა ფლოუ იყო და რა შემოსვლა Damn, ძალიან მაგარი ფლოუა და ძალიან ენერგიული. აი, ის წინა ფლოუც ხო ენერგიული იყო, ზოგადად ენერგიულია ტაჰა, მაგრამ აი ეს გადასვლა ამ ფლოუზე ძალიან მომეწონა. ახლა ლოკაცია ბრძოლის ალიანსი. როგორც იცით, ფინალი 31-ში ჩატარდება ალიანს არენაზე, ბოი მიუნხენში, მაგრამ შეიძლება აქ ალიანს მეორე გაგებაც კონდეს. ალიანსი ზოგადად სიტყვა ხო არსებობს, შეთანხმება, ასე ვთქვათ, მეგობრობა, ანუ ორ პარტიას თუ ორ რაღაცას შორის, ორ ქვეყანას შორის მაგალითად. თუმცა ცალკე ბრძოლის ალიანსი თუ არის კიდე რამე, არ ვიცი, ნუ ცალკე ალიანსი გასაგებია, მაგრამ ბრძოლის ალიანსიც თუ არის რამე, არ ვიცი, შეგვიძლია დავსერჩოთ. ჩანგელა გუნგე, შუნე ვეჯებთ ლოაც კუპე ლანგუგე ფაილ.
მოკლედ ბრძოლის ალიანსი ქართულად ესე არ ეძებს, მაგრამ ინგლისურად რო ვცადე War Alliance ამოაგდო თამაში, რომელსაც ქვია War Alliance PvP Royal. არ ვიცი თქვენ იცით თუ არა ეს თამაში, მაგრამ PvP, ანუ რანაირად შეიძლება ესეთი დამთხოვა PvP Royal-ი და თან PvP-ს მონაწილე. რავი, ჩემი აზრით დამთხოვა და ან უბრალოდ ვაზვიადებ და კიდე რაღაცას ვეძებ, მაგრამ ხო შეიძლება არსებობს შანსი, რომ ეგ ჩანაფიქრიც ქონოდა. ოღონდ ეს ძალიან ის არის, აი ძალიან უნდა ჩაუღრმავდო და რაღაც, მაგრამ არ არის რა თქმა უნდა გამორიცხული ტახაზებს ვაუბრობთ ბოლოს და ბოლოს ძალიან უყვარს ღრმა ფანჩები და wordplay-ები. შეიძლება ამის რეფერენსიც იყოს დამატებით და საერთოდ სიგიჟე იქნება სამ მნიშვნელობიანი, პირველი როგორც ალიანს არენა, მეორე როგორც ალიანსი და მესამე როგორც ბრძოლის ალიანსი War Alliance და აქ PvP-ის სახელი რო ამოვარდა, ძალიან სიგიჟეა. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება, ანუ ვაზვიადებ ხშირად მჩვევია, მაგრამ ეს თუ არის, მაინც იყოს ეს ჩემი კომენტარი. რავი, თვითონ ტახა მერე მეტყვის, ეს იგულისხმება თუ არა, მაგრამ შეიძლება თვითონაც გაუკვირდეს. რავი, საღოლ ეს თუ არის, მაგრამ ისედაც ზოგადად ეს მონაკვეთი ძალიან მაგარი იყო, flow-ს მხრივაც, ენერგიის მხრივაც და ალიანსზე wordplay-თაც. ან შეიძლება უბრალოდ მარტო ალიანს არენა ეგულისხმება ბრძოლის ლოკაციად. და მეტი არაფერი, მაგრამ ნუ მე ესე მინდა რომ იყოს. ნასროლი მოვარტყია თიანში ახლა ლოკაცია ბრძოლის ალიანსი ყველა სკილი დაბამწვდი ეკალიაში და მოგება უნდა ვიცია იასე სტადიონის სოლი დავიხაზე თავგაწირავს ისე როგორც გამიკაცე ვერა იღებ ხელს თუ საბეთავი და შანსი ხელა ხლა რომ ისევ დაიბადე თქვა ვიზა მომენტე როცა შექმნა მან მორები და ქართველი ბავშვების ზურგზე სხვა 7 ნომერი არ არის დასახი და ქართველი ბავშვების ზურგზე სულ სხვა 7 ნომერი damn აი ფლექსაობა უნდა აი ასე როგორც თვითონ თქვა მანამდე ისე პარი აი ასე Okay. რა თქმა უნდა ყველა ვიცით რომელ 7 ნომერზეა საუბარი ყველასთვის ცნობილი ლეგენდარული iconic რონალდუს 7 ნომერი ნუ რა თქმა უნდა კიდე იყვნენ ფეხბურთელები ასევე ლეგენდარულები რომელსაც ეცვათ 7 ნომერი მაგრამ მაინც ყველას რა თქმა უნდა ეგრევე გვახსენდება რონალდუ ძალიან ცივი ბარი იყო გაყინა აი ამაზე ვამბობ რა აი გაყინა აი ეს არის და მეც ბავშვობაში ისე როგორც თქვენ გეყოლებოდათ ესე ფეხბურთელები რომლის ფანებიც იყავით მთელი გულით გულშემატკივრობდით და ძალიან კარგად შევიგრძენი ეს ლაინი და ძალიან ემოციური იყო ბრავო ძალიან გასწორა და ეს კიდე სუიჩიც ახალ ფლოუზე უფრო მელოდიურზე როგორც ჩვევია ხოლმე ძალიან ხშირად ფლოუების შეცვლა და არა მარტო ფლოუების არამედ კადენსიების და ტონალობების და მუსიკალური ელემენტების ჩართვის ესეც ძალიან მაგარი იყო უცებ გადასვლა და მე მგონი ბითიც შეიცვალა თუ საბეთავი და შანსი ხელა ხლა რომ ისევ დაიბადე თქვა ვიზა მომენტე როცა შექმნა მან მორები და ქართველი ბავშვების ზურგზე სხვა 7 ნომერი არ არის დასახები უკან გინდა იყოს რომელიმე და წინ წასვლი წარმატებას მოვერიმე დაცხა BPM-ი იმატებს ტანში დრო შეაუღმართე და ტიტულები წავიღე სახში და მახსენდება ის დრო როდესაც ვიყავი ბავშვი და ეს ყველაფერი მაშინ ხოლო წარმოდგენაში ხო თქვა ვიზა მომენტე როცა შექმნა ეს ბითის შეცვლის მომენტი ეს მომენტი უჭველი პინოსი იქნება ბითში და კვირდებით ალბათ როგორ განსხვავდება და თან ჯერსი უყვარს პინოს და ამ ბითს მოხვდა ძალიან სხვათა შორის დაცხა BPM-ი იმატებს ტანში დრო შეაუღმართე და ტიტულები წავიღე სახში და მახსენდება ის დრო როდესაც ვიყავი ბავშვი და ეს ყველაფერი მაშინ ხოლო წარმოდგენაში ხო თქვა ვიზა მომენტე როცა შექმნა მან მორები და ქართველი ბავშვების ზურგზე სხვა 7 ნომერი არ არის დასახები უკან გინდა იყოს რომელიც გინდა რომელიც გინდა ვაუ ძალიან სიგიჟე იყო როგორც ტრეკი, როგორც ფიტი, როგორც არჩევანი ამ ორ არტისტზე, როგორც კოლაბორაცია საერთო ჯამში, ყველაფერი ერთიანობაში პროდიუსინგი, როგორც ჟღერს, ბითი, ყველაფერი ძალიან მაგარია. ბრავოთან კიდე იმას დავამატებ, რომ სეტანტარი ძალიან გემოვნებიანი, იმიტომ რომ სწორად არჩევს კოლაბორაციებს, არტისტებს, ჟანრს, რაც თავარია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჰიპ-ჰოპი, როგორც ჟანრი, ყველაზე მეტად უხდება ემოციურად, ენერგიულად, story
storytelling-ისთვის გადმოსაცემად, დასამახსოვრებლად უფრო კარგად ჟღერს სპორტული თემატიკისთვის. ძალიან უხდება ფეხბურთს, ძალიან უხდება MMA-საც და ალბათ ყველაზე მეტად მოუხდება კალათბურთს და დარწმუნებული ვარ ეგეთი რაღაცაც იქნება კოლაბორაცია და უკვე წინასწარ ველოდები. მოკლედ ეს ტრეკი მომეწონა იდეურადაც, სიმბოლიზმებით, wordplay-ებით, გადმოცემის უნარით, delivery-ით, beat-ით ძალიან სიგიჟეა, beat switch-ები ძალიან ხშირი, ძალიან მრავალფეროვანი beat-ი, ანუ ეტყობა კიდეც, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა beatmaker-ი მუშაობდა ამაზე, დასამახსოვრებელი მომენტებითაც, მელოდიური მომენტებითაც, რეჩიტატებით, ძალიან მძიმე შემოსულებით, ძალიან მაგარი გადასვლებით, მოკლედ ძალიან მოუხდნენ ბანი ტაჰა ერთმანეთს და კიდევ უფრო დახატავდა ალბათ მათ ბეთლი და ველოდებით ყველა აქედან. წარმატებები კვარას მთელი გულით, რა ვიცი, მთელი საქართველოს სახელით. დარწმუნებული ვარ, ეს დღე იქნება ისტორიული და ყველა ქართველი ამას ელოდება განსაკუთრებულად. დიდი მადლობა სეტანტას პირადად ჩემგან, რომ ასეთი კოლაბორაცია შექმნა და კიდევ უფრო გაგვაერთიანა. არა მარტო ჰიპ-ჰოპის მსმენელები, არა მარტო ამ პროექტის მაყურებლები, არა მარტო ამ ჟანრის მოყვარულები ზოგადად, არამედ მთელი საქართველო, იმიტომ რომ შექმნა მუხტი, ენერგია, ემოციები წინასწარ კვარას გასამხნევებლად, როგორც ადრე მერაბ დვალიშვილზე გააკეთეს და ძალიან მაგარი გასახურებელი ტრეკი იყო. კვარაც, როგორც იცით, არის PvP-ის მაყურებელი და ძალიან გაუსწორდება დარწმუნებული ვარ, როცა ნახავს. ამიტომ, რავი, თუ ამ ვიდეოსაც ნახავ, ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი პატივისცემა და შენთან ვართ ყველა შენ გვერდით ვდგავართ მთელი საქართველო და ერთი სული გვაქვს, როდის დადგება 31 და არ დაგავიწყდეთ, რომ 30%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ უყუროთ სეტანტაზე პრომოკოდით GO30 დღეს წესით კვარას მაისურით უნდა ვიჯდე, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს და იმედია ვინმე გამომიგზავნით, ძალიან გამიხარდება მართლა დაამშვენებს ჩემს ზურგს და თან ძალიან დიდი სიამაყითაც ვატარებ მის მაისურს. ამიტომ თუ ვინმე ნახავთ ამ ვიდეოს, მსგავსი საფეხბურთო მაღაზიები და ასე შემდეგ, ძალიან გამიხარდება მართლა მთელი გულით თუ გამომიგზავნით და ასევე კიდევ ძალიან გამიხარდება თუ რიბერის ან ბალაკის მაისურსაც გამოაყოლებდით. მადლობა, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ ასეა, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, ასევე სეტანტა სპორტის არხიც აუცილებლად და მათი სოციქსელი, რომელსაც ჩავაგდებ ვიდეოს აღწერაში. მოდი დღეს იასამნისფერი გულების მაგივრად ლურჯი გულები გავსპამოთ კვარას პატივსაცემად, მალე დაგიბრუნდებით ვლოგებით და სხვა რეაქციებით და განხილვებით, დროებით. What the fuck? PvP როიალი? ჩვენ ვიწერთ. Ici c'est Paris. 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 Hey, ერთად. Ici c'est Paris. კიდე ერთად ყველა. Ici c'est Paris. Ici c'est Paris. Ici c'est Paris. პარო ქურდა. Hey. ძალიან კარგად შევესწარი. მედია დათოს თამაშის ხმები არ შემოდის. ხმერთელობა დაიტანჯები და ამ დროს ქურდას გონია, რომ რა მაგარია, 2 წუთიანი ტრეკია, ნათია ცოტას ილაპარაკებს. მედია რა ჩემტერი. ტყუილად ნუ გაგიხარდა. Blooper baby. Yeah, Français, ფრანგულიდან მინდა გადაყვანა და ინგლისურიდან დებირო. Francuski. Ici c'est Paris. Mawe. Shorigidori.